თბილისის ისტორიის მუზეუმში ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 96 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით რელიეფური ფერწერა ესტონელი მხატვრის სიმტელანუსის 40-მდე ნამუშევარს აერთიანებს. საგამოფენო სივრცეში არტისტის გრაფიკული, ფერწერული და პერფორმანსული ჟანრის ნამუშევრები გამოიფინა, რომლებიც შერეული მასალით არის შესრულებული და ასევე განსხვავებული ტექნიკით. საღამოზე ესტონეთის საელჩო და რესპუბლიკის წარმომადგენლობა ქართულ საზოგადოებას ეროვნული კერძებით გაუმასპინძლდა. სიმტანელანუსის შემოქმედება მრავალფეროვანია, ის სამგანზომილებიან ნამუშევრებს ქმნის, რაც ნამდვილად უნდა შეაფასოს ქართულმა ხალხმა. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობიდან 96 წელი გავიდა. სწორედ ამის აღსანიშნავად გაიხსნა ეს გამოფენა. ექსპოზიციაზე გამოფენილი ნამუშევრების შესაქმნელად 4-5 წელი დამჭირდა. აქ წარმოდგენილია ჩემი რელიეფური ფერწერული ნამუშევრები სერიებიდან ღვინო და ნიჟარები, წინასწარმეტყველება და ჯვარი. გამართული მაქვს 60-მდე პერსონალური გამოფენა და არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ამ დღისთვის დიდი ხანია რაც ვემზადები. იმედია ქართველი ხალხი მოიხივლება ჩემი შემოქმედებით.